ევროპის კავშირმა 23 ივლისს დაამტკიცა სანქციების 21 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია ახალი ფიგურანტების რაოდენობით. შეზღუდვებში მოხვდა 218 პოზიცია, 170 ორგანიზაცია და 48 ფიზიკური პირი. ევროპული სანქციების ქვეშ მყოფთა საერთო რაოდენობა უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო თითქმის 3000-ს მიუახლოვდა. სანქციების მთავარი დარტყმა რუსეთის საბანკო სისტემაზე მოდის. სანქციების ქვეშ მოხვდა 94 რუსული ბანკი და მსხვილი ფინანსური დაწესებულება, მათგან 33 სრულად გათიშულია SWIFT-ის სისტემიდან. დამატებით მოსკოვის ბირჟა, ანუ თავად ვაჭრობის ორგანიზატორი ამ ქვეყანაში, ასევე შერემეტიეოს აეროპორტი და კიდევ 3 რეგიონული აეროპორტი. დამატებით 41 ტანკები ჩრდილოვანი ფლოტიდან, რის გამოც სანქცირებული გემების საერთო რაოდენობა უკვე 700-ს უახლოვდება. მაგრამ მეორე დღეს, 24 ივლისს, მოხდა ის, რასაც ანალიტიკოსები საერთოდ არ ელოდნენ. რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი განაკვეთი შეამცირა. და ეს ზუსტად მას შემდეგ მოხდა, რაც ამას საჯაროდ მოითხოვა ვლადიმირ პუტინმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთოდ არ შეესაბამება ეკონომიკურ ლოგიკას. ამიტომ ამ გამოშვებაში განვიხილავთ, რა შედის ევროკავშირის სანქციების პაკეტში, ვინ მოხდა პერსონალურად დარტყმის ქვეშ და რატომ. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკას გავს ვიდრე ეკონომიკას. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად გავარჩიოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივდივართ 300,000 გაონწერის ნიშნამდე, ამიტომ მადლობელი ვიქნები თუ თქვენს გამოიწერთ არხს. მაშ დავიწყებ საბანკო ბლოკით, რადგან სწორედ მასზე გააკეთა მთავარი აქცენტი ევროკავშირის საბჭომ 21 სანქციების პაკეტში. ევროკავშირში თავად სანქციების პაკეტი გააკრიტიკეს, რადგან იქიდან ამოიღეს სანქციები თხევადი ბუნებრივი გაზის პროექტებზე, ამოიღეს პუნქტი ომში მონაწილე რუსებისთვის ვიზების გაცემისა და ევროპაში განგზავრების აკრძალვაზე. მაგრამ, როგორც ამბობენ, რაც გვაქვს, ის გვაქვს. ბრიუსელში პირდაპირ განაცხადეს, რომ ამჯერად ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმო რუსეთის ფინანსურ და საბანკო სექტორს, როგორც ინსტიტუტს, რუსული სამხედრო ეკონომიკის ინსტრუმენტს. ეს ნიშნავს, რომ შეზღუდვები შეეხო 94 ფინანსურ ორგანიზაციას. მათ შორისაა ბანკი რენესანს კრედიტი, ეროვნული ბანკი ტრასტი, ურალსიბი, ავანგარდი, იანდექს ბანკი, ვიბი ბანკი და ასე შემდეგ. კიდევ 22 ბანკს აეკრძალა ტრანზაქციები, ხოლო 33 დაწესებულება სრულად გამოირთო SWIFT სისტემიდან. ანუ მათ აღარ აქვს ნორმალური არხი საერთაშორისო გადახდებისთვის. დიახ, მეც როგორც თქვენ ძალიან გამიკვირდა, რომ თურმე ათეულობით რუსული ბანკი დღემდე მუშაობდა SWIFT სისტემაზე და ჰქონდათ უფლება საერთაშორისო გადახდების განხორციელებაზე. განსაკუთრებით დარტყმის ქვეშ მოექცა რუსული კრიპტოგადახდების სისტემა A7. და ეს მომენტი პრინციპულია, რადგან სწორედ კრიპტოსქემების მეშვეობით ცდილობს რუსეთის სანქციების გვერდისავლით. პლუს ევროპულმა კავშირმა სიაში დაამატა კიდევ 4 ობიექტი, რომლებიც დაკავშირებულია ამ კრიპტოგადახდების სისტემასთან, A7 და მის საქმიანობასთან აფრიკაში. და ყველაზე ხმაურიანი არის სანქციები მოსკოვის ბირჟის წინააღმდეგ. ეს არის ბირჟის ჰოლდინგი, ანუ ვაჭრობის ორგანიზატორი რუსეთის შიგნით. და აქ არის ნიშანდობლივი დეტალი. მოსბირჯის აქციები თავად სანქციების გამოცხადების განახლების დღეს დაახლოებით 1.2%-ით გაიზარდა. ანუ რუსული ბაზარი დემონსტრაციულად, იცით, ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა. თქვენი სანქციები მხოლოდ სარგებელს გვაძლევს. შემდეგ ნედლეულის და სატრანსპორტო ბლოკებია, იქაც საკმაოდ ძლიერად დაარტყეს სანქციებით. ნავთობის სექტორში ბრიუსელმა სიაში შეიყვანა 3 რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და 1 ნავთობგადამამუშავებელი ბელარუსში. მათ შორისაა კუიბიშევის და ნოვოკუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ასევე კომპანია ლუკოილ მარინ ბუნკერი. თუმცა იცით, როგორც მე მგონია, ევროპელები ცოტა დააგვიანეს თავიანთი სანქციებით, იმიტომ რომ იქ უკვე უკრაინულმა დრონებმა იმუშავეს. გარდა ამისა, რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარი კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა. ის რჩება $44 და 10 ცენტზე ბარელზე. ანუ უფრო ძვირად არავის აქვს უფლება იყიდოს რუსული ნავთობი, თუ არ უნდა პრობლემები ევროპის კავშირთან. სხვათა შორის ბრენტის ნავთობის ფასი უკვე $100-მდე ავარდა ბარელზე. ჩრდილოან ფლოტში 41 ახალი ტანკები სანქციების ქვეშ მოხვდა. ჯამში უკვე 673 გემია. დაფიქრდით, თითქმის 700 ჩრდილოვანი ფლოტის გემი სანქციების ქვეშაა.
შემდეგ კი დართვა მიაყენეს მეტალურგიას, ოქროს მოპოვებას და ალმასების სექტორს. ესე იგი, სიაში ოქროს მომპოვებელი კომპანიებია ვისოჩაიში, იუჟ ურალ ზოლოტო, პავლიკი და სელიგრადი. ენერგეტიკებიდან ინტერი, რაო, ES. Plus დართვა მიაყენეს ტრანსპორტსაც, რადგან სანქციებში მოხდა შერემეტიოს აეროპორტი და კიდევ 3 რეგიონალური აეროპორტი. სანქციების პაკეტში არის დათმობაც, რაზეც გულწრფელად უნდა ითქვას. რადგან ყველაფერი რა თქმა უნდა ლამაზად გამოიყურება, მაგრამ აქ იცით უსიამოვნო სიურპრიზი იქიდან მოვიდა, საიდანაც არ ველოდით. საქმე იმაშია, რომ 21 სანქციების პაკეტში მაინც დარჩა გამონაკლისი, რომელიც კიდევ 12 თვის განმავლობაში რუსული თხევადი გაზის საზღვაო გადატვირთვას მესამე ქვეყნებში საშუალებას აძლევს. ეს ნამდვილად მძიმეა. ანუ როიტერის წყაროების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებმა ამ გადაწყვეტილებით სოლიდარობა გამოუცხადეს საბერძნეთს, რომლის გემთმფლობელებიც ამით საკმაოდ კარგად გამოიმუშავებენ. ზუსტად ამ კომპრომისზე მოხერხდა მთელი 21 სანქციების პაკეტის შეთანხმება. თუ ვერ გაიგეთ, მოდით ახლა აგიხსნით რა მოხდა. ანუ რუსები თავიანთ არალეგალურ თხევად ბუნებრივ გაზს ევროპის პორტებში მიაქვთ. და იქ გადატვირთავენ სხვა ტანკებებზე, რათა მესამე ქვეყნებში გაყიდონ. ანუ ფორმალურად ევროპა ამ თბგეს არ ყიდულობს, მაგრამ სწორედ მის პორტებში ხდება მისი გადატვირთვა სხვა ტანკერებზე შემდგომი გაყიდვისთვის. და საბერძნეთი ამაზე ძალიან კარგად გამოიმუშავებს. და აი ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამის შემდეგ განაცხადა, ციტატა: ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის სამხედროების ევროპულ კავშირში შესვლის ოფიციალური აკრძალვისკენ. აქ დეტალები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ეს კიდევ ერთი დათმობა. გახსენებთ, რომ თავდაპირველად მან შემოფთავაზა აკრძალულიყო ყველა იმ რუსის შესვლა, ვინც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მსახურობდა არმიაში. მაგრამ ეჭვები გამოთქვეს იტალიან და საფრანგეთმა. იქ მიიჩნიეს, რომ ეს თითქოს გამოიწვევს რუსების მასობრივად შესვლის აკრძალვას, რაც ცუდი არ იქნებოდა. მაგრამ ფრანგებმა და იტალიელებმა თქვეს, რომ არა, რუსები მაინც რაღაცისთვის გჭირდება. შედეგად აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ არის რაღაც ნაბიჯი ამ მიმართულებით. აი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს: მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ფორმალური აკრძალვისკენ, მაგრამ თვითონ აკრძალვა არ არსებობს. ეხლა პერსონალური სანქციების სია. და აქ ჩვენთვის ცალკე სასიამოვნო ამბავია. ანუ სანქციების სიაში შეიყვანეს ვლადიმირ მედინსკი, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე და ის ადამიანი, რომელიც უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 2025 წელს ის ხელმძღვანელობდა რუსეთის დელეგაციას მოლაპარაკებებზე თურქეთში. ამ წლის თებერვალში მან მოსკოვი წარმოადგინა მოლაპარაკებებზე ჟენევაში. და აი ევროპული კავშირის ფორმულირება მედინსკის წინააღმდეგ სანქციების დასაბუთებაში ასეთია, ციტატა: მედინსკი არის რუსეთის მთავრობის პროპაგანდის ცენტრალური ფიგურა. ის არის სახელმძღვანელოების ავტორი, რომლებიც უკრაინას რუსული სამყაროს ნაწილად წარმოაჩენენ. და ახლა მედინსკის აკრძალული აქვს შესვლა ევროპის კავშირის ქვეყნებში, ხოლო მისი ნებისმიერი აქტივი ევროკავშირის ტერიტორიაზე ექვემდებარება დაბლოკვას. მის გარდა სანქციების სიაში არიან რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დექტიარიოვი, გაზპრომ მედიის ხელმძღვანელი ალექსანდრ ჟუკოვი, რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელი ოლეგ ბელოზიოროვი, ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ბელოვი, ბიზნესმენი მიხაილ გუცერიევი, მომღერალი ალექსანდრ მარშალი, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტანისლავ პოზნიაკოვი და ასე შემდეგ. და ბოლოს ცალკე ხაზად სანქციების სიაში შეიტანეს ეს ნაძირალა, ეს რუსული ნაგავი, გენერალი რომან დემურჩიევი. რა გვარია ესეთი? ფუ, ნაგავი. რატომ ნაგავი? იმიტომ რომ ეს რომან დემურჩიევი თავის ნათესავებთან, თავის ცოლთან და თანამსახურებთან მიმოწერაში ამაყობდა უკრაინელი სამხედრო ტყვეების წამებითა და დახვრეტებით. აი ასეთი არსება საერთოდ არსებობს რუსეთში. ეხლა კი ყველაზე საინტერესო, რაც უკვე დღეს მოხდა და რაც რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე მეტყველებს უფრო მეტად, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი, 24 ივლისს რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ ძირითადი განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა და წლიური 14% დაადგინა. ეს უკვე მეათე შემცირებაა ზედიზედ. და აქ არის მთავარი მომენტი, რომ გავიგოთ მთელი აბსურდულობა. ანალიტიკოსები ასეთ ცვლილებას არ ელოდნენ. უფრო მეტიც, სულ რამდენიმე დღის წინ ბანკებმა პირიქით დაიწყეს განაკვეთის ზრდის მოლოდინში მოქმედება. და ეს ლოგიკურია საწავის კრიზისის გამო, რომელიც ინფლაციას აჩქარებს.
ანალიტიკოსები ამას აფიქსირებდნენ საბანკო თუთაშორისო ბაზარზე, ხოლო ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ზაბოტკინი 14 იulis საჯაროდაც კი ამბობდა, რომ რეგულატორს, ციტატა, არ აქვს უფლება თვალი დახუჭოს საწოვის ფასების მდგომარეობაზე. ანუ ბაზრის ლოგიკით განაკვეთი უნდა გაეზარდათ. მაგრამ 14 ივლისს კიდევ რაღაც სხვა განცხადებაც გაკეთდა. რუსმა დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ განაკვეთი უნდა შემცირდეს და მას საერთოდ არ აინტერესებს ეკონომიკის კანონები. და 10 დღის შემდეგ ცენტრალურმა ბანკმა მთელი ბაზრის მოლოდინის საპირისპიროდ განაკვეთი შეამცირა. ამასთან თავად რეგულატორის ახსნა საკმაოდ უცნაურად ჟღერს. ისინი ამბობენ: ჩვენთან ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეშია, მაგრამ განაკვეთს მაინც შევამცირებთ. შემდეგ ციტატა მოდის. რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკში აღიარებენ, ინფლაციური მოოდინები გაიზარდა. ივნის-ივლისში ფასების მიმდინარე ზრდა დაჩქარდა, მათ შორის საწვავის გაძვირების გამო. მეორე კვარტალში ეკონომიკა მხოლოდ ზომიერი ტემპით იზრდებოდა, ხოლო საწარმოებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს მომავალი მოთხოვნისა და პროდუქციის გამოშვების მოოდინება. განსაკუთრებით ავინიშნა ცალკეულ დარგებში საწარმოო სიმძლავრეების დროებითი შემცირება. ეს თუ ბიუროკრატიულიდან გადმოვთარგმნით, ჩვენი დართმების შედეგებია ქარხნებსა და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე. ანუ სურათი ასეთია. ფასები იზრდება, წარმოება მცირდება, ბიზნესს მომავალი მოთხოვნის არ სჯერა, მაგრამ საპროცენტო განაკვეთს მაინც ამცირებენ. იმიტომ რომ ასე თქვა ვლადიმირ პუტინმა. შემდეგი სხდომა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის დანიშნულია 11 სექტემბერს და მაშინ საპროცენტო განაკვეთს არჩევნებამდე ისევ შეამცირებენ. მოკლედ, ეხლა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი საერთოდ აღარ ასახავს ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას. იმიტომ რომ მას ამცირებენ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. სრულიად ლოგიკისა და საღი აზრის საწინააღმდეგოდ. როგორ რეაგირებს კრემლი ახალ სანქციებზე? დღეს კრემლის სპიკერმა პესკოვმა რუსეთის ბანკების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები ჩვეულებრივ ზეწოლად მოიხსენია. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ევროკავშირში განაცხადა, რომ მოსკოვი ამზადებს საპასუხო ზომებს და ტრადიციულად დაპირდა, რომ უფრო ცუდად თავად ევროპას მოუვა. მაგრამ საინტერესოა, რომ სანამ რუსები რაღაცით იმუქრებოდნენ, ამ სანქციებზე მოულოდნელად ჩინეთმა უპასუხა. ჩემს აზრით, ჩინელები უკვე ვეღარც კი მალავენ იმ ფაქტს, რომ ისინი ყველანაირად ცდილობენ ეს დაუბანელი რუსეთი წყალზე შეინარჩუნონ. და დღეს ჩინეთმა დააწესა სანქციები ევროპულ კომპანიებზე. როგორც პასუხი ევროკავშირის სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ. Reuters წერს, რომ პეკინმა აკრძალა ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდება ევროკავშირის 14 კომპანიაზე, მათ შორის Ryan Metals-ა და პოლონურ Vigo Photonics-ზე. ჩინეთში პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს არის პასუხი ევროკავშირის 21 სანქციების პაკეტზე, რომელშიც მოხვდნენ ჩინური და ჰონკონგური კომპანიები რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის დახმარებისთვის. ანუ, გამოდის ასეთი საინტერესო სქემა, ხო ასეა? ევროპა ზეწოლას ახდენს რუსეთზე, ხოლო ჩინეთი ზჯის ევროპას რუსეთის გამო, რადგან თავად რუსეთს ამის გაკეთება უკვე აღარ შეუძლია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის? მოდით განვიხილოთ. 21 სანქციების პაკეტი ზუსტად იქ ურთხავს, სადაც რუსეთს ნამდვილად სთქია. SWIFT-დან ერთდროულად 33 ბანკის გათიშვა პლუს დარტყმა მოსკოვის ბირჟასა და AA7-ის კრიპტოსისტემაზე ასევე აძნელებს ნავთობის ანგარიშსწორებებს და ყველა ეს შემოვლითი სქემა. Plus 41 ტანკები ჩრდილოვანი ფლოტიდან. ეს პირდაპირი ზეწოლა იმაზე, რასაც ჩვენი უკრაინული დრონები ფიზიკურად აკეთებენ. ანუ ისინი სწორედ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს უტევენ. მაგრამ ნამდვილად ნიშანდობლივია, რა თქმა უნდა, სხვა რამ. სანქციები გარე ზეწოლა. ხოლო რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება განაკვეთზე უკვე შიდა დიაგნოზია. როცა ცენტრალური ბანკი საკუთარი ლოგიკისა და ბაზრის მოლოდინების საწინააღმდეგოდ პოლიტიკურ მოთხოვნაზე ამცირებს განაკვეთს. საწვავის კრიზისის გამო მზარდი ინფლაციის პირობებში ეს ნიშნავს, რომ ფინანსური რეგულატორის დამოუკიდებლობა დიდი ხანია დასრულდა. და ეკონომიკა, სადაც განაკვეთს განსაზღვრავს არა ინფლაცია, არამედ ვლადიმირ პუტინის სურვილი. ადრე თუ გვიან მივა იმ შედეგამდე, რასაც უკვე ხედავთ. ცარიელი ბენზინგასამართი სადგურები, ცეცხლმოდებული საწყობები, კაპიტალის გაქცევა რუსეთიდან და ასე შემდეგ. მაგრამ ქაღალდზე ეკონომიკა თითქოს ყვავის. დიახ, იმდენად ყვავის, რომ მარტივად ვამცირებთ განაკვეთს. ევროკავშირის სანქციები ამ პროცესს რა თქმა უნდა აჩქარებს. ჩვენი დრონებიც აჩქარებენ და ძალიან ეფექტურადაც. აი ასეთი კომბინაცია, როგორც მე მგონია, უნდა გააგრძელოს ზეწოლა რუსებზე. აქ წერტილებს ვსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, ზარისღილაკს დააჭირეთ და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა.
თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამას შეძლებთ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. სულ ეს იყო, იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.